ეს რა არის ბიჭო? სხვა კაპიტანი ამერიკა ჩავდე თუ რა არის ეს? ეს არის კაპიტანი ამერიკა? მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რომელი ფრენჩაიზით დამეწყო რეაქცია ფილმებზე და მინდა გითხრათ რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ მარველის ფილმებს. ქრონოლოგიურად ეხლა გავყვებით ყველა ფილმს. შეიძლება არ ვუყუროთ, მაგრამ რაც საინტერესოა და რაც მნიშვნელოვანია, აი Avengers-ის ბოლო ფილმამდე ყველას გადავხედავთ. ხოლო დღეს ჩვენ გველოდება კაპიტანი ამერიკა, პირველი შურის მაძიებელი, First Avenger. აბა ვნახოთ როგორი ფილმია. ხოლო სანამ დავიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს, მინდა შეგახსენოთ რომ თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და თქვენთვის ორი წამის საქმეა, ჩემთვის კი უდიდესი мотиваცია პლუს ამას დაალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ რაიმე ტიპის კომენტარი, რადგან თქვენი ლაიქები და კომენტარები ეხმარება ჩვენს არხს და კონკრეტულად აი ამ ვიდეოს წინსვლაში. ეხლა კი ჩაუჯექით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ. ნუ რამოდენიმე ფილმი ვიცი, ყველა არა, რო არ დაგიმალოთ. ერთ Avengers ვუყურე, ადრე რო გამოვიდა, Endgame არა. ნუ მანამდე რო იყო სპოილერები არ მინდა რომ გამომივიდეს. ასე რომ თუ არიცით გამოტოვეთ ეს ნაწილი, სადაც ვსაუბრობ. ერთადერთი ვუყურე ტანოსმა რომ მოიგო. მანამდე აი ესე ინდივიდუალური ფილმები, კინის კაცის, აი თუნდაც ეს Spider-Man-ის ვიცი კარგი, მაგრამ აი დანარჩენები არა. ასე რომ საინტერესო იქნება ჩემთვისაც, ეხლა პირველად ვუყურებ აი ამ ფილმებს. ყველას არა, მაგრამ ზოგს მაინც. აბა, წავედით. აი ისიც მარველი მეგობრებო, მარველი. ფილმი იქნება, რა თქმა უნდა, ქართულად, რადგან სწორედ ქართული ენა აირჩია უმეტესობამ რა, თითქმის ყველამ. ასე რომ არ გაგიგვირდეთ ახლა ერთი კაცი რომ გადათარგმნის მთელ ფილმს. სად ვართ ეს რა არის? რუსებმა მენავთობეთა ჯგუფით 18 საათის წინ გაიყვანეს. რუსებიც აქ არის, ხო? რაღაც აღმოაჩინეს როგორც ჩანს. ამის ასაცებად სუპერ ამწე დაგჭირდებათ, ბიჭებო. ეს რა არის ბიჭო? ეს რა არის? მართლა რა არის აქ? რაღაც ხომალდია, მაგრამ აქ თოლში როგორ აღმოჩნდა? ძველი ბაზა იყო ან რაღაც ეგეთი? ეს რა არის? მერტო. პოლკოვნიკთან დამაკავშირეთ. რა არის? უკვე ღამის 3 საათია სერ. არ მაინტერესებს რომელი საათია. ეს მეცნობა. ეს ვიცი რაც არის. 1942 წლის მარტი. წარსულში დავბრუნდით. შემოუში. იმას ვერასოდეს იპოვიან. იმას რას? ეხლა არ მითხრა გერმანელი არის ოღიღაც. ის რასაც თქვენ ეძებთ, ლეგენდაა. მაშინ ასე გულმოდგინეთ ატომალავდი. და რას ეძებთ ბიჭო ესეც რას? ტესერაქტი. ოდინის საგანძურის მარგალიტი იყო. ტესერაქტი ყოფილა. ესე მარტივად ბიჭო? აქ ყოფილა მეგობრებო, ტესერაქტი. ის ჩვეულებრივი მოკვდავის თვალებისთვის არ არის განკუთვნილი. აბა ვისთვის არის? სტივენ როჯერსი. ეს რა არის ბიჭო? სხვა კაპიტანი ამერიკა ჩავდე თუ რა არის ეს? ეს არის კაპიტანი ამერიკა? პაციენტის ისტორია. ეს რა ყველაფერი ჭირს? თხოვთ შანსი მომეცით. მარტო ასთმაც საკმარისია რომ უარი გითხრა. უარი უთხრეს. პატარა ტიმიც კი ცდილობს საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. პატარა ტიმი ეხმარებოდა სტივი არ გაუშვეს. გაუშვით ფილმი. არ გაჩვენდები? გავუკლავდებით. სტივ, ოპა. ნარა რაღაც უნდა მოხდეს თორე. ეს კაპიტანი ამერიკა არ არის. უკვე გაგანაწილეს 107 დივიზია. სერჟანტი ჯეიმს ბარნსი. ბატონებო, მისტერ ჰოვარდ სტარკი. სტარკი? რამდენიმე წელიწადში თქვენი ავტომობილი მიწაზე აღარ ივლის. ოპა. მე გითხარით რამდენიმე წელიწადში მეთქი. კარგად გამოძვრა. ომში წასვლაზე ძალიან ნატონგი და სხვა საქმეებს მომარსებობს. ეს ვინ არის? როცა კაცები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, უფლება არ მაქვს მათ ჩამორჩე. ომში წასვლა და ნაცისტების დახოცვა გინდა? მე არავის დახოცვა არ მინდა. ძულს ჩაგვრელები. არც მათი წარმომავლობა მაინტერესებს. ბრავო სტივ. გილოცავ ჯარისკაცა. ეგარი, გაუშვეს ჯარში. ოპა. ზუსტად ეგეთი ზომის როგორ ქონდათ? რა გააკეთა ტიპმა? გილოცავ თარნიუმ. თქვენმა გამოგონებამ იმედი არ გაგვიცრუა. გამოვიდათ ბიჭო? ბატონებო, მე აგენტი კარტერი ვარ. აგენტი კარტერი. ვინც დროშა ჩამოხსნის, უკან აგენტ კარტერთან ერთად დაბრუნდება. წავიდა. 17 წელია ეს დროშა, ვერავინ ჩამოხსნა. ჩამოხსნის ახლა, ჩამოხსნის. ისეთი სუსტია აზრება ალბათ მარტივად. აღერა ჭკვიანია. კლავში ნემსი რომ ჩაარჭო, მეორე მხარეს გამოვა. ომს ძლიერები იგებენ. ოპა. უკან დაიხეთ. ბრავო სტივ. ეხლა დარწმუნება ეს კაციც რომ სწორი არჩევანი იყო. შმიტი ელიტარული წლის წევრია. ეს არის იოჰან შმიტი. საინტერესო გვარი აქვს. შმიტმა მოინდომა რომ მზე ადამიანი გამختارიყო. მერე? გახდა? ის მართლა გაძლიერდა? ხო. ვაქცინა იმას აძლიერებს, რაც კონკრეტულ ადამიანშია. კარგი? უკეთესი ხდება ცუდი, უარესი. ნახე რაშია საქმე? იყავი არა იდეალური ჯარისკაცი, არამედ კარგი ადამიანი.
თუ წავართ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალი იქნება. ვაქცინა უნდა წაართვას ახლა იმას. ქალებს არ მოსწონთ ისეთ ბიჭებთან ცეკვა, რომელსაც შეიძლება ფეხი დაადგან. მიხვდები რომ უნდა დავლოდებოდი. რას? რას? შესაძლებლის პარტნიორს. ამბიც ერთი სენდვიჩი მაინც მოუდანეთ. ვაქცინის შეყვანა უჯრედების ცვლილებას გამოიწვევს. ძალიან ნაპკენია. ეს პენიცილინი იყო. ტიპს ეგონა ვაქცინა შეუყვარდეს უკვე ორგანიზმში და ნემსი იყო. უკვე 100%-ია. 100 ეგ არის. გახდა კაპიტანი ამერიკა? ნუ ეს ხო, ესეთი კაპიტანი ამერიკა ვიცით. ეს ტიპი რაღაც არ მომწონს. ვაუ. აიღო ერთი ბიჭო, ერთი აიღო. ოკლა ის კაცი, ექიმი. იმედია თუ რა იცის. ესეთ ფილმებში ხშირად მედი გაეკიდე. მე ცურვა ვიცი. რესპექტი ბავშვს, რესპექტი. ბრავო რა, ბრავო. ერთი მოჭრილი თავის ადგილას. ორი ამოვა. საწამლავი ქონდა კბილში? საინტერესოა. ამ როგაზე ბერლინის მონიშნულია. ნამდვილად. ბერლინსაც უნდა ესროლოს? გააკ როგაცი. თავად უნდა დაიპყროს მსოფლიო? როგორ შევძლო? არავშორს. ობლიგაციებს გაყიდი. იმფულით ტყუებს იღიდი. ტყუებით ნაცისტებს დახოცავ. ეს რა ფორმაა ბიჭო? და ტანკის მართვა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს. მსახიობი გახდა? კაპიტანი ამერიკა? ლამაზი შექმნებია, ფერია. იყობათ ბიჭებო. მხატვარიც ყოფილა. გამარჯობა სტივ. შენ ხომ გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია. არ გაუშვეს ომში. როგორ გააკეთოს მეტი? 107 დივიზიიდან მხოლოდ ეს ბიჭები გადარჩნენ. ზოგი ტყვეთ ჩავარდა. 107? 107. უი, მისიც მაკაცია ხო 107-ში? სერჟანტი ჯეიმს ბარნსი 107 დივიზიიდან. გადარჩა ბარნსი? მეგვარი მეცნობა. ძოხარ. აჰა, იცის უკვე, სად რა არის. მარტო მიდის? რასაპირებ ავსტრიაში ფეხით ჩახვალ? ჩავალ თუ საჭიროა. აგედო კარტე, თუ ძალიან ენერგოჩქერება, ლუცერნში ფონდიუზე დაგვატეჭებთ. ესე იგი თქვენ ორნი და ფონდიუ? ფონდიუ. აქ ნახეთ რამდენი დაამზადეს უკვე. წარმოება 60%-ით გაზადეთ. ყოველთვის მოიძებნება სხვა მუშახელი. მოდის, სტივი, მოდის. გადაარჩენს ყველას ახლა. არა ეს შილდი რამდენად გამძლეა, ძალიან მაინტერესებს. სცენისთვის მისცეს მხოლოდ. რაღაც არამქვეყნიური არ იქნება თავიდანვე. აქ ბევრნი არიან ძალიან. ფრთხილად უნდა გაძვრეს ახლა. აიღე 1-2, კონდეს. ეხა არ თქვათ, ესე მარტივად მოაგნო ამ ადგილსო. როგორ ჩანს კი? შემიხარ, მე კაპიტანი ამერიკა ვარ. აი, პირველად თქვა, პირველად. სწრაფად გადი და ჯოჯოხეთი მოვუწყოთ, იქ მოვალ, როცა დანარჩენებს გამოვიყვან. ოპა, მიდით ბიჭებო, მიდით. ერთმა მაინც აიღოს იარაღი. ეგ არის, ავიღეთ. ხომერეცი ეს როგორ მუშაობს? ვაუ, ბანსი სად არის ახლა, ბანსი? არა, დასაკეთებ. ჩვენს ძალებს აღემატებიან. ააფეთქოს უნდა ყველაფერი? გარბის, ექიმი. სერჟანტი 3-2-5-5-7. რაო, რას ბოდავდა ბიჭო? მე ვარ, სტივი ვარ. სტივი, წამოდი. სტივ. ეხა არ თქვა გაუკეთეს რაღაცო. უდარი მეგონე, მე კი უფრო დავალი. უფრო მეცველოდი, მაგრამ მაინც შტამბეში დავია. წარმოდგენას არ გაქვს. რა შვება ბიჭო? What? არა მითხრა რომ შენც ასეთი ხარ. ერთი ნაკაწრიც არ უნდა კონდეს დოქტორო. მანქანა მიცა. ეგ არის, ბანსი გადავიდა. წადი აქედან. არა, უშენო დაწავალ. გადახდა ალბათ. კაპიტან როჯერს ომში დაღუპულად ოცხადებ. წერტილი. ეგ არის. ეხა ხო გაუშვებთ ომში. რამდენი გადაარჩინა ბიჭო ნახე. ტანკიც წამოიყვანეს თან. ბრავო სტივ, ბრავო. იარაღიც. სტარკი ეხა გადახედავს იარაღებს და ახალ შექმნის უეჭველი. მე-5 პოლონეთშია ბალტიის ზღვასთან ახლოს. მე-6 დაახლოებით აქ იყო. დაიმახსოვრა ყველა, როგორც ჩანს. ჩვენ იოჰან შმიდტს ცეცხლს შევუნთებთ. რა სიტყვი როჯერს? ეს შენი რუკაა. შეგიძლია აქედან ჰიდროსკვალი სამუდამოდ წაშალო. დიახ სერ. გუნდი მჭირდება. კაი გუნდი ყავს. იქიდან ძლივს გამოახცია და ახლა გინდა რომ უკან დაგვაბრუნო? ასე გამოდის. ბანსი არ მიყვება? ოპა. ყველაფერი რომ დასრულდება შეიძლება საცეკვაოდეთ წავიდე. მაშინ რაღაც ელოდებით. შესაფერის პარტნიორს. შესაფერისი პარტნიორი. თქვენ გაცილებით მეტი გააკეთეთ. დაახლოებით 400 ადამიანი გადაარჩენეთ. 400? ბევრია. არა სტივ, არა. არ გინდა სტივ. რა თქმა უნდა. კაპიტანო, თუ გცალიეთ, წამოგზანდით. შენსა და სტარკზე რას მეტყვი? იქნებ თქვენი ფონდიუ ისე გრძელდება. ფონდიუ უბრალოდ ყველი და პურია, მეგობარო. მართლა, მე კიდე მეგონა ფარის რამდენიმე ვარიანტი გავაკეთებ. ეგ არის, ახალი ფარი. ისგანაა დამზადებული, ვიბრანიუმისგან. რა სიტყვი? გაბრაზდა. ხო, მგონი გამოდგება. შეცდა სტივი, შეცდა, არ შეიძლებოდა ეგრე. აი, ახალი ფორმაც. მოვაღწიეთ აქამდე როგორც იქნა. ეს რა შვება? აუფეთქა ყველაფერი სტივმა. ჩამოხსნა ეგრევე. ექშენი წავიდა მეგობრებო, ექშენი.
ვაუ, რა გარისკა ტიპმა. ბრავო, ბრავო. აუ, სურათი აქვს. რამ ხელა ტანკი იყო ბიჭო ეს რა არის? ხო არ გადაო. აქ რა უნდათ მთებში? აქაც არიან. მართალი გითხოვს, დოქტორი ზოლა მადარებელშია. ისეკიმი უნდა დაიჭირონ როგორც ჩანს. ესეც სისწრაფეზე, ესე მარტივად. ყველას რაღაც ძალები აქვს როგორც ჩანს. არა მარტო სტივს. ამას არ არის ექიმი. მარტო არ იქნება რა თქმა უნდა აქ. ეს რა აქვს? აუ რამდენი მოდის ბიჭო. მიდი სტივ. ეგ არის. ბარნსი არ მოკვდეს ახლა. კარს ვერ გააღებს ახლა დავიჯერო? ისეთი ძალა არა აქვს. კი, ვაუ. ბრავო. არა, ბარნსი. ხელი მომეცი. მიდი. არა. წავიდა ბაკი. ეხა იქ ვერ გადარჩებოდა ალბათ. ის ექიმი დაიჭირეს, მაგრამ ბაკი ვერ დაიჭირა სტივმა. მაგარი მშიშარა ეს ტიპი. შმიტი მიხვდება რომ ეს ისროია. ის მაინც მოკლა დოქტორო. მისთვის უკვე ზედმეტი ტვირთი ხართ. თქვენ შმიტის შესახებ ყველაფერი იცით, რადგან კაპიტანმა როჯერსმა თქვენ გამო უახლოესი მეგობარი დაკარგა. ჩაუშვებს წესით. ისეთი მშიშარა ტიპია ჩაუშვებს. მას უამრავი სამიზნე აქვს. სოფლიო უნდა დაიპყროს ალბათ რა. ერთი სიტყვით. ჰიდრამ სოფლიოს მბრძანებელი გახდება. აი, რა თქმა უნდა. კი. რამდენი ყავს ბიჭო? სტივი აქ მარტო ახლა ხო? ბარში. დოქტორმა ერთკენ ამითხრა რომ ვაქცინა კუნთების გარდა უჯრედებზეც იმოქმედებდა. ვერ თრება? ვერ დავთვრები. რაც მოხდა შენი ბრალი არ არის. ბარნსის არჩევანს პატივიეცი. ალბათ ნამდვილად უღერდა შენ გვერდით ყოფნა. ეგეც არის. ჰიდრას უკანასკნელი ბაზა აქ მდებარეობს ალპებში, მიწის ქვეშ 500 ფუტის სიღრმეზე. წავედით ალპებში. წავიდა სტივი ალპებში. ნახეთ რა მოტო ყავს? სტარკმა შექმნა უეჭველი ესეც. შესასვლელიც გაიკეთა. დაიჭირეს. ალბათ ეს უნდოდა სტივსაც. პირდაპირ იმ ტიპთან რომ მიეყვანათ. არ მითხარ რომ შენ შეშლილი ხარ. რამდენი დრო არ მაქვს. ოპა, მიდით ბიჭებო. არც მე. ეგ გათვლილი ტაქტიკა იყო. ვა, ისიც წამოვიდა ნახე, კარტერი, სტივის გოგო. ეგეც არ მოკვდეს ახლა აქ. რა ტაიმინგი დაიჭირა? დაუმთავრდა. დაგაგვიანდა. შენ აპირებდი რომ მართალია. სხვა რაღაც უნდა ეთქვა ალბათ, მაგრამ ვერ ხვდება სტივი. ეს რა შვება? გარბის ხო? ნიუ-იორკი. ნიუ-იორკს დაუმიზნა. დაეწევა წესით. სწრაფია სტივი. ნუ ფლეში არ არის, მაგრამ არა ვერ დაეწია. ეხა დაეწევა. ჩაჭიქი. რა სწრაფი მანქანა ყავდა ისე ამ ტიპს. ახლოს მიდი. მოიცადე. ეგ არის. არ გაგექცეს. მე არ გაკოცებ. სწრაფად, სტივ, სწრაფად. მოასრო ხო? კი, მოასრო. შეძვრა. ეხა ერთ-ერთზე შეხვდება იმ ტიპს. ჩიკაგო, ბოსტონი, ტიპმა ნახეთ. რამდენი მოამზადა ნიუ-იორკი. ჩავარდა. არა, არ დაждდეს. არა, მოასრო ბიჭო. მოასრო ერთმა. ნიუ-იორკი წავიდა. იცის როგორ წაიყვანოს? როგორ ჩანს იცის. ეხა მივხვდი რა ნახეს. თავიდან რო გვაჩვენებდნენ რა იყო ის ეხა მივხვდი. არაფეთქდა ბიჭო ისე ლამაზად შევიდა? საინტერესოა. სად არის? დაემალა ხო? თუ არა? არა მგონია იქ იქნება. დაემალა მაინც. არასოდეს ნებდები? არა. ეგ არის ძლივს შეხვდა. ისი ძლიერია პრინციპში. პირველი ვაქცინა მას გაუკეთეს ხო? ნუ თუ რაც ერქვა იმას, ტესერაქტს. მაგრამ არა, ტესერაქტამდე იყო ეგეთი. გადააგდე ერთი ეგეც რა სტივ. დაეშვა. რა სიმაღლეზეა ნეტა? გაასწორე თვინმე. ავტოპილოტი ჩარტ. ბრავო. ოპა, ტესერაქტი ბიჭო. რა ჩაიდინე? ეს რა არის? მოკვდება ხო? ტესერაქტი მოკლავს. ისევ ტესერაქტმა გაანადგურა ის ტიპიც. სადღაც კოსმოსში გაუშვა. ჩავარდა. სად დაეცემა ნეტა ახლა ის? ნიუ-იორკი.
თითქმის მივიდა უკვე. ლაპარაკობს კაპიტანი როჯერსი. გესმით ჩემი? სტივ, შენ ხარ? კარგად ხარ? ბეგი, 7 მკვდარია. თვითმფრინავი? ეს ცოტა რთული სათქმელია. უსაფრთხო დაშვება არ გამოვა, მაგრამ მაინც შევეცდები. ჰოვარდს დავუკავშირდები, ის გვეტყვის როგორ მოვიქცეთ. დები ნიუ-იორკისკენ მიდის. ავტოპილოტი აქვს ჩართული და იმიტომ. ვეცდები წყალზე დავეშვა. თავს გაწირავს? ბეგი, ეს ჩემი არჩევანია. ეს ცუდია. ეს ძალიან ცუდია, მეგობრებო. ბეგის ფოტო. ბეგი, შენთან ცეკვის უფლებას მომცემ. კი, იცეკვებთ ერთად, რა თქმა უნდა. კარგი. შემდეგ შაბათს სტორ კლუბში. შევთანხმდით. მანდ ვიქნებით. გავთხილებ ცეკვა არ ვიცი. მე გასწავლე. შენ ოღონდ მოდი. დაეშვა. სტივ, ეგ არის. სტივ. ნუ ბევრი ადამიანი გადაარჩინა მაინც. მაგრამ ეხა ხო იპოვეს ეს თავიდან რო გვაჩვენებდნენ. ეს არის. არც აფეთქდა არაფერი, მშვიდად დაეშვა ტიპი. ცოტა ჩაიძირა, მაგრამ არა უშავს. კაპიტანს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მაინც ნახეს ტესერაქტი. დარკმა იპოვა. შემდეგ კვადრატზე გადავიდეთ. აქ კატასტროფის კვალი არ ჩანს. ენერგიის კვალი სწორედ აქ წყდება. ძებნა განაგრძეთ. სტარკი ნახავს ალბათ. ეს რა არის? ნიუთების ტიპის? ძველი ფოტო. სანამ კაპიტანი გახდებოდა. ბურთი მოედნის ფარგლებს გაცდა. აი, გადარჩა. დღეს საოცარი მატჩის მომსწრე გავხდით. სტარკმა ნახა, ხო? სად ვარ? ნიუ-იორკის რეაბილიტაციო ცენტრში. ნიუ-იორკში ყოფილა. წინამდვილში სად ვარ? ვერ ხვდები რას მეკითხებით. ეს თამაში 1951 წლის მაისში დაიწყო. მე სტადიონზე ვიყავი. ძველი თამაში ჩაურთეს? სად იყო ეს? ნახე რა ხდება თურმე. ეხა იპოვეს. მე მეგონა ისევ 53-ში თუ 44-ში იპოვა სტარკმა. და ამდენი ხანი ეძინა, ბიჭო? თქვენ გეძინათ კაპიტანო. თითქმის 70 წელი. 70 წელი ეძინა. პაემანი მქონდა. პაემანი. გამოტოვა პაემანი სამწუხაროდ. და ესეც სრულდება მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი ვიდეოც. ძალიან კარგი ფილმი იყო, მომეწონა. პირველად ვუყურეთ ან იმედია თქვენც ისიამოვნეთ დღევანდელი ეპიზოდით. შემდეგ რა გველოდება, არ ვიცი, ეხა გადავამოწმեմ ყოველი შემთხვევისთვის. კაპიტანი მარველი ან რკინის კაცი. ეს კაპიტანი მარველის გოგოზე როა, ხო მგონი? ვუყუროთ კაპიტან მარველს. თუ ეგ გამოვტოვოთ და რკინის კაცზე გადავიდეთ პირდაპირ. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში, აუცილებლად გადავხედავ. ხოლო დღევანდელი ეპიზოდი აქ დავასრულოთ. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდები და ნახვამდის.